თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მედიატურზე. ეს არის ორდღიანი მედიატური, რომელიც სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში იქნება ორგანიზებული. პროექტის ფარგლებში, რომელიც ასევე ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ინკლუზიური პოსტ-კოვიდ მწვანე აღდგენისათვის. პროექტი 2022 წელს დაიწყო. ორივე რეგიონში მიმდინარეობს, 2025 წლის ბოლოს დასრულდება და მიზნად ისახავდა სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას სოციალური სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა პროექტი. ერთი კომპონენტი იყო სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და ეს სამოქალაქო სექტორი ფართო კუთხით იყო აღებული, არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არამედ ასევე ახალგაზრდების, ქალების გაძლიერება მოიაზრებოდა, როგორც თემატური ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ასევე ვაძლევდით მათ შესაძლებლობას ადგილებზე განეხორციელებინათ ინიციატივები, რომლებიც ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაზე იქნებოდა ორიენტირებული. მეორე კომპონენტი მოიაზრებდა გარკვეული ტიპის მექანიზმების შექმნას, რომელიც დიალოგს შეუწყობდა ხელს, რათა სოციალურ სერვისების სექტორში არსებული პრობლემების გადაჭრა მომხდარიყო ერთობლივად თანამონაწილეობრივი მიდგომებით. ამ კომპონენტის ფარგლებში შემუშავდა 5 სოციალური სერვისი, 2 რეგიონის ფარგლებში და ეს სერვისები, ასე ვთქვათ, დაფინანსებულია ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების, სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ და სხვადასხვა ეტაპზეა განვითარების. მესამე კომპონენტი იყო ფინანსური მექანიზმები, ეგრეთ წოდებული საგრანტო კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავდა უშუალოდ ადგილებზე სხვადასხვა ტიპის ინტერვენციების განხორციელებას იმისათვის, რათა სხვადასხვა პრობლემები, რომელიც სოციალურ სერვისებზე იყო ორიენტირებული იქნებოდა, ეს ხარისხთან დაკავშირებით თუ ხელმისაწვდომობის კუთხით მათი გადაჭრა მომხდარიყო. დღევანდელი მედიატური ემსახურება მიზნად სწორედ იმას, რომ ადგილებზე რა ინიციატივებიც იქნა განხორციელებული და დაახლოებით 20-მდე ასე ეგრეთ წოდებული საგრანტო ინიციატივა იყო განხორციელებული და მათი, ასე ვთქვათ, გაშუქება გვინდა მედიის საშუალებით. დღეს როგორც არასდროს ყველაზე მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ რა ინიციატივები და რა კონკრეტული პრობლემების გადაჭრა ხდება ევროკავშირის მხარდაჭერით. აქ არის საუბარი ისეთ პრობლემებზე და ისეთ პროექტებზე, როგორიც არის 60+ ადამიანებისათვის დღის ცენტრის შექმნა ახალციხის მუნიციპალიტეტში, რომელიც ხანდაზმულ პირებს საშუალებას აძლევს სოციუმში ინტეგრირდნენ და მიიღონ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ იურიდიული მხარდაჭერა და ასევე თავისი ასაკის ხალხთან ჰქონდეთ შესაძლებლობა იურთიერთონ და იყვნენ სოციალურად აქტიურები. ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ისეთი პროექტი, რომელიც მიმართულია აუტიზმის დროულ იდენტიფიცირებაზე. 22 ბაღის 50 პერსონალი იყო გადამზადებული იმისათვის, რათა მათ ჰქონოდათ ინფორმაცია აუტიზმის ადრეული ნიშნების ამოცნობაზე და ამ ტიპის ბავშვებთან მუშაობაზე და რაც მთავარია, ზოგადად აუტიზმის მიმართ სპექტრის მოხსნაზე. ძალიან ბევრი მუშაობა ჩატარდა პროექტის ფარგლებში მშობლებთან ამ მიმართულებით. ასევე მოხდა ამ 22 ბაღის აღჭურვა სპეციალური სათამაშოებით, რაც შესაძლებლობას მისცემს პედაგოგებს სწორედ იმუშაონ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან. მესამე პროექტი ეს იყო გამოყენებით ქცევის თერაპიაზე დაფუძნებული სერვისის ეფექტიანობის გაზრდა. აქაც მშობლებთან მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა.
ბენეფიციარებისათვის შეიქმნა ინდივიდუალური განვითარების გეგმები, რომელთა მიხედვით ხდებოდა მათთან მუშაობა, პერიოდული შეფასება და გეგმების გადახედვა და ადგილზე რაც მნიშვნელოვანია, გადამზადა სუპერვაიზერი და ადგილზე ბენეფიციარები შეძლებენ ამ ტიპის ABA თერაპიის ეფექტიანი სერვისის მიღებას. ასევე ახალციხეში განხორციელდა მეოთხე პროექტი, რომელიც ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მიმართ იყო ორიენტირებული და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აწვდიდა ინფორმაციას იმ სერვისებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა როგორც ცენტრალურ, მუნიციპალურ დონეზე და ასევე აწვდიდა კონსულტაციას თუ როგორ უნდა ემუშავათ როგორც მსხვერპლებთან, ისე პოტენციურ მსხვერპლებთან შემუშავდა გზამკვლევი, რომელიც პროექტის მიღმად შეუძლიათ გამოიყენონ ბენეფიციარებმა. ქვემო ქართლშიც საკმაოდ საინტერესო პროექტები განხორციელდა, როგორიც არის მაგალითად ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, პერსონალური ასისტენტების გადამზადება, ასევე ადრეული განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება როგორც მშობლებისთვის, ისე პედაგოგებისთვის. ასევე ერთ-ერთი საინტერესო პროექტია მარნეულის მუნიციპალიტეტში საკვირაო სკოლის გახსნა, რომელიც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6-7 წლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვებს ქართული ენა შეისწავლონ როგორც მშობლიური ენა და ასევე ეს სკოლა ხელს შეუწყობს მათ სკოლისთვის მზაობის კუთხით სპეციალური მუშაობა იქნება ამ მიმართულებით იქ წარმართული. პროექტი მნიშვნელოვანი იყო რეგიონისთვის ორი მიმართულებით. ერთია რომ ახალი სერვისები შეიქმნა, რომლებიც ადგილებზე იყო საჭიროება, მაგრამ არ არსებობდა, მაგალითად 60+ ცენტრი და მეორეს მხრივ არსებობდა სერვისი, მაგრამ სერვისზე არ იყო ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში. პროექტი აი ამ მიმართულებით მუშაობდა, შექმნა ახალი სერვისები ადგილებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რიგ შემთხვევაში შეიძლება სერვისი იყოს, მაგრამ იყოს დედაქალაქში, დიდ ქალაქებში და როდესაც მსგავსი სერვისი სჭირდება ადგილზე სოფლის მცხოვრებს, მას ადგილზე უნდა ქონდეს ამ სერვისის მიღების საშუალება. ჩვენ შევქმნით სწორედ ესეთი კერები, შევქმნით ცენტრები, რომელიც საშუალებას მისცემს ბენეფიციარებს ადგილებზე მიიღონ სერვისები. და მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 2025 წელს სრულდება, რამდენიმე პროექტი გვაქვს ისეთი, რომელიც შემდგომშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას. მაგალითად 60+ ცენტრი. მის ბაზაზე შეიქმნა სოციალური საწარმო და იგივე სერვისის მიწოდებას ბენეფიციარებისათვის პროექტის შემდგომაც გააგრძელებს. იგივე ჩვენ ვახსენებთ ეს აუტიზმის სპექტრის მიმართულებით სკოლებში მუშაობა, ეს ინფორმაცია და ცოდნა უკვე და კომპეტენცია ბაღის მასწავლებლებს აქვთ და ამ მიმართულებით ისინი ჩვენ შემდგომაც დამოუკიდებლად გააგრძელებენ მუშაობას. ანუ ასე ვთქვათ, ევროკავშირმა საფუძველი ჩაუყარა ახალ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სადაც სიცარიელე იყო, ის სიცარიელები ამოავსო და ეხლა უკვე შემდგომში შეძლებენ უკვე სერვისის მიმწოდებლები ხარისხიანი სერვისის მიწოდებას. პროექტს სამწუხაროდ ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. ბევრი ისეთი კანონი იყო მიღებული, რომელმაც გარკვეული ტიპის შეზღუდვები დაუწესა პროექტს. მე ვახსენე, რომ რამდენიმე სერვისი ჩვენ შევქმნით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. სამწუხაროდ შექმნილმა სიტუაციამ არ მოგცა საშუალება, რომ მუნიციპალიტეტებს დავხმარებოდით უკვე ამ შექმნილი სერვისების განხორციელება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე პრობლემა იყო ის, რომ რამდენიმე კანონი რაც მიიღო მთავრობამ, პარტნიორი დაგვაკარგინა. თავიდან პროექტი 4 ორგანიზაციის მიერ ხორციელდებოდა და დღეს მხოლოდ 2 ორგანიზაცია ახორციელებს. დანარჩენი პარტნიორები ლიკვიდაცია გამოაცხადეს, პროექტი დატოვეს და ამანაც რა თქმა უნდა ეფექტი იქონია და თავისი, ასე ვთქვათ, დაღი დაასხვა პროექტს. ძალიან გაგვიჭირდა ამ რთულ სიტუაციაში მუშაობა და ვფიქრობ, რომ მაქსიმუმი შეძლო ევროკავშირმა თავისი დაფინანსებით ამ შექმნილ სიტუაციაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ძალიან კარგი შედეგები დაადო. ბევრად მეტი შესაძლებელი იქნებოდა გაგვეკეთებინა სხვა სიტუაცია რო ყოფილიყო, მაგრამ არსებულმა სიტუაციამ დაგვაყენა ამ სიტუაციის წინაშე, რომ მხოლოდ 2 ორგანიზაცია ვაგრძელებთ მუშაობას და ვამთავრებთ
უთხრა დავიწყეთ და ასევე პარტნიორებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს პროექტი თავიდან მე გითხარით, რომ პირველი კომპონენტი იყო სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა. 10 ორგანიზაცია იყო თავიდან შერჩეული ორი რეგიონში, ვისაც ვეხმარებოდით, როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით, ასევე თემატური მიმართულებით და სამწუხაროდ იმ 10 ორგანიზაციიდან ძალიან ბევრი ორგანიზაცია დაიხურა და დღეს ვეღარ ახერხებს ფუნქციონირების გაგრძელებას და ეს ისევ და ისევ რეგიონზე აისახება. ცუდად ისევ და ისევ მოსახლეობა ვერ შეძლებს იმ სიკეთეების მიღებას, რა სიკეთეების მიღებაც იყო შესაძლებელი სხვადასხვა არა მარტო ევროკავშირის, სხვადასხვა დონორების მხარდაჭერით სამოქალაქო სექტორის ჩართულებით. ადგილზე სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები თუ არ იქნებიან, დონორები ისე ვერ შეძლებენ აქტივობების განხორციელებას. ცალკეული ინდივიდები მნიშვნელოვანია, მაგრამ ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეფექტიან და ხანგრძლივადიან შედეგზე გახვიდე. და ამიტომ ეს საფრთხე ადგილებზე არსებობს, რომ შეიძლება კიდევ უფრო ბევრი ორგანიზაცია დაიხუროს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მედიატორიც ხო იმას ემსახურება, რომ გვინდა ვაჩვენოთ მოსახლეობას, რა სიკეთე, რა პრობლემების გადაჭრას ახდენს ევროკავშირი. აი მაგალითად ჩვენი კონკრეტული პროექტი რო ავიღოთ, ხო? თეთრი წყაროში შევქმნით ადრეული განვითარების დღის ცენტრი. ეს ცენტრი რომ არ ყოფილიყო იმ სერვისის მიღება, რაც განვითარების შეფერხების მქონე ბავშვს დასჭირდებოდა, ის უნდა წასულიყო თბილისში ან სხვა დიდ ქალაქში. ეს როგორც ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, ისე სხვა სირთულეებთან. როდესაც სერვისზე ხელმისაწვდომობა რთულდება, შედეგიც ამ სერვისისგან იკლებს და ეხა ეს კონკრეტული პროექტია, ხო, რომელიც სოციალურ სერვისებზე იყო და ასეთი ძალიან ბევრი პროექტი აქვს, როგორც ევროკავშირის, ისე სხვა დონორებს, რომლებიც ან კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე არიან მიმართულები, ან საცხოვრებელი პირობების და ზოგადად ცხოვრების გაუმჯობესებაზე და აი ამ სიკეთეები მოაკლდება ქვეყანას და მოაკლდება მოსახლეობას. იმედს ვიტოვებ, რომ დონორები ესე არ გავლენ და რაღაცა ფორმატით გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ უდავოა, რომ საკმაოდ რთული იქნება უკვე რთულია, ხო, აი ხაი ბოლო 2 წელია საკმაოდ რთულია, სულ მუდმივად ადაპტირება გიწევს, რაღაცის ცვლილება გიწევს, როცა ეს რესურსი შეგეძლო უფრო ეფექტიანად მოგეხმარა კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე. ხო, აი ესეთი რაღაცეები აფერხებს, ართულებს, მაგრამ ნუ იმედია, აი ამ ფორმატით მაინც მოგვექცემა მუშაობის გაგრძელება. თუ არა და ნუ ნახავთ, მე უფრო გამოჩნდება ის პრობლემები და ის დახმარება, რასაც ევროკავშირი და სხვადასხვა დონორები ადგილებზე უწევდნენ. როდესაც არ გეხმარებიან, მე ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი დახმარება. მე იმედია, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ ნახოთ. გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ზარის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.